მოგესალმებით ყველას, წარმადგინა თორნიკემ, პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მოსვლისთვის. თორნიკე, მადლობა ჩემი მოწვევისთვის. თუ ჰაკატონის მონაწილეები ხართ, წარმატებას გისურვებთ. და დანარჩენი დავიწყოთ და დავიწყოთ. ესე იგი, თითქმის 10 წელია ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიმიღია და ცოტა ისეთი უცნაური მდგომარეობაა ეხლა ჩემთვის, იმიტომ რომ სრულიად უცხო გარემო არის, სრულიად უცხო ატმოსფერო არის, ანუ ეს ამ community-ს ასე ვთქვათ არ ვიცნობ, მხოლოდ ორგანიზატორებს და რამდენიმე ადამიანს ვიცნობ ასე ვთქვათ და ფუნდამენტურად არის შეცვლილი თვითონ ეს კონტინგენტი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა და ამდენი ახალი სახე არის ჩართული ამ ამბავში. მოკლედ, რაც შეეხება TOKS, ესე იგი, ესეც საინტერესო არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ რაც კი ოდესმე რამე მოხსენება მქონია, რაც კი ოდესმე რამე გამიკეთებია, ყველაზე არაკომფორტული საკითხია დღესდღეობით ეს ჩემთვის. და რომ ბევრი რო ვიფიქრე, რომ ანუ რაზე შეიძლებოდა მელაპარაკა, თორნიკემ რომ მითხრა, რომ ანუ ამ საქმეს გეგმავთ, მიიღებ თუ არა მონაწილეობას, პრინციპში არც დავფიქრებული ვარ ისედავე თანხმე, იმიტომ რომ იმდენად მიყვარს თვითონ ეს ჰაკატონები და ამ ფორმატის ღონისძიებები, ასე ვთქვა და თვითონ დარგიც იმდენად მიყვარს, რომ რა თქმა უნდა დავეთანხმე, მაგრამ მე დადგა დილემა რაზე შეიძლებოდა მელაპარაკა. ნუ მოცემულობა არის ისეთი, რომ ძირეულად იცვლება დარგი თვითონ, ძირეულად იცვლება ყველაფერი, იცვლება მიდგომა და რომ მოვსულიყავი ახლა აქ დამეწყო ლაპარაკი ჩემი 25 წლიანი software ინჟინერიის გამოცდილებით და რაღაცა ისეთ ტექნიკურ საკითხებზე მელაპარაკა, ნუ მაინცა და მაინც ჩემთვის არ იყო ესე მისაღები და ჩემთვის რო არ იყო მისაღები, უნდა მომეფიქრებინა თემა. და ეს თემა, ესე იგი, unlocking the black box or why attention is all you need, ავირჩიე რა მიზეზის გამო. დაახლოებით, ესე იგი, წელიწად ნახევრის წინ ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა დამარწმუნა, რომ ამ AI სამყაროში, ასე ვთქვათ, უნდა გადავრთულიყავი, ჩემი software ინჟინერული კარიერა უნდა დამეთმო და უნდა რაღაცეები შეგვექმნა, მოკლედ. ნუ ბევრი ამ რწმუნების მერე დავრწმუნდი რაღაცნაირად და ნუ შევედი ამ სამყაროში, ასე ვთქვათ. და დავიწყე მუშაობა, მაგრამ დავიწყე მუშაობა როგორი მოცემულობით, იცით, რომ ესე იგი, უზარმაზარი გამოცდილება მაქვს software ინჟინერიაში, ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს გაკეთებული, ძალიან დიდი ფუფუნება მქონდა კარიერის მანძილზე, რომ სულ ასე ვთქვათ, greenfield პროექტები მეკეთებინა და რაღაც მასშტაბური პროექტები მეკეთებინა და ეს AI სამყარო, ანუ ჩემთვის იყო კედელი, რომლის იქითაც ვერაფერს ვერ ხედავდი, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ნუ რახან გადავწყვიტე. და დავიწყე თუ არა ამ საქმეზე მუშაობა, ნუ მაშინათვე აღმოვაჩინე, რომ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდი, იმიტომ რომ ხო იცით, გამოცდილება გაქვს, იქ რაღაცა პროფესიული რაღაც პატივმოყვარეობა გაქვს, თავმოყვარეობა გაქვს, რაღაც გონია რომ ყველაფერი შეგიძლია და არა, თურმე ყველაფერი არ შეგიძლია, ძალიან ბევრი რამე არ იცი. და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ანუ ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მოვიკვლიე, რომ ეხლა რა არის, როგორ არის, საიდან ეს ტრანსფორმერების არქიტექტურა, რატო არსებობს საერთოდ. პირველი რაც ვნახე, ეს სტატია, paper-ი, როგორც ქართულად ვეძახით, რომელიც არის attention is all you need, რომელმაც რეალურად აი ამ ტრანსფორმერების არქიტექტურას დაუდო საფუძველი და ყველაფერი შეცვალა. და რა თქმა უნდა, ჩემი გულუბრყვილო წარმოდგენა იყო, რომ ეხლა წავიკითხავ მე ამ სტატიას და რაღაც გავერკვევ ვითარებაში რა არის და როგორ არის. და ნუ მოცემულობა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ანუ AI-სთან არანაირი შეხება არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ვარ ჩვეულებრივი. ამოუბეჭდე ეს სტატია ჭკვიანი სახით, დავჯექი, დავიწყე ამ სტატიის გარჩევა და ანუ არაფერი არ მესმის. ანუ ის მომენტი არ არის, რომ აი რაღაცა წავიკითხე და რაღაცა გავიგე. ანუ აბსოლუტურად არაფერი არ მესმის, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობენ და ანუ ამითი მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო მქონდა გასაწევი, რომ ეს ყველაფერი მესწავლა, ხო? ხა ეს TOKS რაზე არის დღევანდელი TOKS? ანუ ეს TOKS ძალიან ტექნიკური არის თავის შინაარსით, იმიტომ რომ ტრანსფორმერის არქიტექტურის, ასე ვთქვათ, განფუთვის მცდელობა, მაგრამ უფრო მეტად ეს არის ჩემი უშუალოდ, ანუ ეს განვლილი გზა, დახარჯული შრომა და ასე ვთქვათ, ისევ ქართულად ვთქვათ, pain point-ები, რაც ანუ ამ გზაზე შემხვდა. ცოტა უცნაურია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ანუ ამ ჩადებულმა დროითმა და ინტელექტუალურმა ინვესტიციამ გარკვეულწილად გაამართლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის შესაძლებლობა მომცა საბოლოო ჯამში. გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად ტექნიკური ადამიანი ვარ მე თვითონ,
სურვილი მაქვს რომ თუ ვინმეს ეს თემა გაინტერესებს და რაიმე ბარიერი გაქვთ, ანუ ეს ბარიერი მოიხსნათ და უბრალოდ მოკიდოთ ხელი და გააკეთოთ. ოკეი. მივყვეთ ახლა ამ სტატიას attention is all you need. საინტერესო ამ სტატიას ისა აქვს, რომ 17 თუ 19 გვერდია და აქედან 10 გვერდი არის მარტო ამ ტრანსფორმერ არქიტექტურაზე და ისიც რო გითხრათ, რომ ეხა როგორც software ინჟინერმა წავიკითხე და გავიგე, ტყუილია. პირველი რაც საინტერესო არის, თვითონ მოდელის არქიტექტურის დიაგრამა არის მოცემული დასაწყისში, საკმაოდ ამ სტატიის დასაწყისში და როგორც software ინჟინერმა, რა თქმა უნდა, software-ულად შევხედე ამ ყველაფერს და შევეცადე ეს გამეგო, ხო? სტატიის წაკითხვის შემდეგ ვერაფერი ვერ გავიგე, თავისთავად ცხადია და მივხვდი, რომ ეს უნდა დამეწრულმანებინა, რაც შეიძლება პატარა ნაწილებად და ესე უნდა მივყოლოდი ამ საკითხის, ასე ვთქვათ, შესწავლას, ხო? სტატიას რო სკროლავ, ესე იგი, აწყდები ფორმულებს, რომელიც არის მსგავსი, რომელიც არ ვიცი, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არაფერს არ მეუბნებოდა და ეხაც თუ გონება არ დავძაბი, არაფერს არ მეუბნება. იგივე ეს საგულისხმო ფორმულები, განსაკუთრებით ეს არ აუშავს კიდე ამას და ასე შემდეგ. ხა, როგორი რაღაცა არის, ისევ იგივე არქიტექტურის დიაგრამას რო დაუბრუნდეთ, პირველი რაც არის input-ი, ხო? ამ input-ის შესახებაც, ასე ვთქვათ, ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, რომ ეხლა ChatGPT-ს ელაპარაკები თუ Claude-ს ელაპარაკები, ტექსტი მიეცი, ტექსტი გიპასუხა და რაღაცა წარმოდგენა გაქვს, რომ ამ მოდელმა რატომღაც იცის ტექსტი. და პირველი ესეთი საინტერესო აღმოჩენა, რაც მომეწონა ძალიან, ის იყო, რომ აღმოვაჩინე, რომ ამ მოდელმა საერთოდ არანაირი ტექსტი არ იცის, ხო? პირველი რა იყო, რომ პირველი ვისწავლე, რომ ტექსტი ტოკენიზდება. ტოკენიზაცია რას ნიშნავს, ხო? რაღაცა ლოგიკურ ნაწილებად დაშლას ნიშნავს და ეს ტოკენიზაცია ხორციელდება ტოკენაიზერით, ასე ვთქვათ, რომელიც თავის წილ სტატისტიკური მოდელია, ოღონდ მხოლოდ ტექსტის დასაშლელად, ეს არ არის AI მოდელი, რომელიც ალგორითმებიც არსებობს, იწვრთნება მოზრდილ ტექსტურ კორპუსზე და სწავლობს სიტყვათა იმ ნაწილებს, რომლებადაც შეუძლია მთელი ტექსტი დაშალოს, მაგრამ ამავე ნაწილებით უკანაც შეიძლება მთლიანი ამ ტექსტის აგება, ხო? და ეს ტოკენაიზერი, წვრთნის შემდეგ შედგება რაღაცა სასრული ლექსიკონისგან და ეს ამ ლექსიკონის ესეთი მიკრომაგალითი რო ავიღოთ, გვაქვს ტექსტური ტოკენები, რომლებსაც გააჩნია რიცხვითი იდენტიფიკატორები. კარგი ბატონო, ხა ეს რიცხვითი იდენტიფიკატორები რაში გვჭირდება? ხო, პირველი ინსტინქტი რაც მქონდა, რომ მოდელმა ეს რიცხვები იცის, ხო, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა თურმე, რომ თითოეულ ამ რიცხვით იდენტიფიკატორს შეესაბამება გარკვეული განზომილების ვექტორი, ამ სტატიის ფარგლებში, ესე იგი, ამ ვექტორის განზომილებაა 512 და თითოეული ეს ტოკენი წარმოდგენილი არის 512 განზომილებიანი ვექტორით. ესე იგი, ვექტორი გვაქვს, ეს რიცხვებიც არაფერ შუაში არ არის, მარცხნივ ტოკენები მით უმეტეს არაფერ შუაშია და პირველი გაცნობიერება მოხდა, რომ უკვე ეს არის მოდელის ფიზიკური ნაწილი. კარგი ბატონო. ეხლა რა არის მოდელი თავისთავად, ხო? ამას წინათ მე მგონი თორნიკემ მკითხა მოდელის ყოფაქცევაზე და მეც დაახლოებით ეგეთი წარმოდგენა მქონდა ამ წელიწადნახევრის წინ, რომ მეგონა, რომ ეს მოდელი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და რაღაცას აკეთებს. ესეც საინტერესო აღმოჩენა იყო, რომ აღმოჩნდა, რომ მოდელი თავის არსით გაწვრთნილ მოდელზე მაქვს ლაპარაკი უკვე სტატიკური ბაიტების ერთობლიობაა, უზარმაზარი მოდელები არის, მოცულობით, რომელიც გიგაბაიტებით განისაზღვრება და რა თქმა უნდა, ხა ამან კითხვა გამიჩინა, რა საჭიროა დაუშვათ ეს ამდენი მონაცემი, ხო? იმიტომ რომ ჩემ დასამარცხინოთ იმისიც მეჯერა, რომ რაღაც მოდელში ეს პირდაპირ ცოდნა იყო ჩადებული, რაღაცა იქ ტექსტები იცოდა, რაღაცა პასუხები იცოდა, იმიტომ რომ მართლა არანაირი წარმოდგენა არ მქონდა რა არის საერთოდ ეს ყველაფერი. და პირველი, ესე იგი, ეს ყველაზე ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ემბედინგები
და ჩვენი არქიტექტურის საწყისი დიაგრამის აი ეს პირველი ნაწილი არის, ხო? და პირველი რეალური თანაკვეთა არის ფიზიკურ მოდელთან, აი ამ ვექტორების მეშვეობით. ოკეი, ეხლა თავისთავად ცხადია კითხვა ისმის, რა შუაში არის ეს ამხელა განზომილების მქონე ვექტორები, რომლებიც დიდი ძალიან არ არის, ეხლა დღევანდელი გადასახედით რო შეხედო, მაგრამ ნამდვილად არ არის 512 განზომილებიანი ვექტორი. ეხლა მაგალითისთვის რო შევხედოთ, ხო და რაში გვჭირდება ემბედინგები, მაგასაც შევეხოთ მოკლედ, სანამ დანარჩენ ნაწილზე გადავალთ და გავაგრძელოთ შემდეგი დეტალები. ეხლა ამ სლაიდზე წარმოდგენილი არის ორ განზომილებაში, ხო, ვექტორები, ან ჩვეულებრივ x, y სიბრტყეზე გვაქვს ისა რა ქვია, რამდენიმე ვექტორი და რო შევხედოთ ეხლა ეს ვექტორები რაში გამოიყენება? გამოიყენება იმაში, რომ ვიპოვოთ ტოკენების რაღაც გარკვეული მახასიათებლები, ხო, მოდელის წვრთნის პროცესში. და ეს მახასიათებლები რა შეიძლება იყოს და კლასიკური მაგალითი არის ესეც, ასე ვთქვათ, book example-ია, რომ მაგალითად წვრთნის შემდგომ ეს ვექტორები მოდიფიცირდება ისე, მათი რიცხვითი მნიშვნელობები მოდიფიცირდება ისე, რომ თუ ამ ვექტორს დავაპროეცირებთ, ასე ვთქვათ, აი ამ ორგანზომილებიან სივრცეში, აღმოჩნდება, რომ მაგალითად მეფე და დედოფალი ახლოა ერთმანეთთან, მამაკაცი და ქალი ახლოა ერთმანეთთან, თუმცა ეს სიახლოვე რითი განისაზღვრება? ეს სიახლოვე განისაზღვრება აი ამ ვექტორებს შორის არსებული კუთხით, ხო? ეხლა რას ნიშნავს ეს, რას გვაძლევს? სინამდვილეში, იგივე მოდელის დონეზე, ეს ემბედინგი არ ატარებს ამ პირდაპირ ინფორმაციას ვიღაცა მეფეა თუ ვიღაცა დედოფალია, ან ვინმე მამაკაცია თუ ვინმე ქალია, ხო? ამ წვრთნის პროცესში სინამდვილეში, ამ პარამეტრთა ცვლილება ისე ხდება, რომ სიტყვაზე ჩვენ რო ავიღოთ სიტყვა, აი ეს king სიტყვა რო ავიღოთ queen სიტყვა და მერე შემდგომ ავიღოთ აი ამ ორი სიტყვის შესაბამისი ეს ვექტორული წარმოდგენა, ამათი პროეცირების შემდგომ რატომღაც ერთმანეთის სიახლოვის აღმოჩნდება ამ სიბრტყეზე და ნებისმიერ სიბრტყეში. თუმცა მასში, პირდაპირ სახით არ წერია, რომ ეს მეფე იყო თუ დედოფალი იყო თუ რა, ხო? უბრალოდ წვრთნის პროცესში მიწოდებული აი ამ საწვრთნელი მაგალითებიდან მოდელს კანონზომიერებები აქვს შეცნობილი და უშუალოდ როგორ კონტექსტში გამოიყენებოდა მეფე, როგორ კონტექსტში გამოიყენებოდა დედოფალი, ქალი, მამაკაცი, ასე ვთქვათ და საბოლოო ჯამში მათი რიცხვითი წარმოდგენა მსგავსი ხდება, ხო? ეს კოსინუსური მსგავსება რო გამოვიყენოთ სიტყვაზე, აი ამ ორ ვექტორს შორის, აი ამ კუთხით შეგვიძლია დავადგინოთ და უშუალოდ ესა თუ ის ვექტორი რამდენად ახლოს არის ერთმანეთთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ჩემთვის. მაგრამ წევანდელ მაგალითს რო შევხედოთ, ხო, ეხლა მაგალითად ეს არის ერთი წინადადება, რომელიც OpenAI-ის ტოკენაიზერს დავანაწევრებინე, ასე ვთქვათ. და ამ სტატიაშიც თვალსაჩინოა, რომ უпростоად ამ სტატიის მთავარი არსი რა იყო, რომ პირველად გამოიყენეს თარგმნისთვის ეს ტრანსფორმერი მოდელი, ხო? და ზოგადად რა პრობლემა არის, ნებისმიერ თუნდაც ერთ წინადადებასა, ან თუნდაც თარგმანში. ერთ-ერთზე შესაბამისობები არ მუშაობს, როგორც წესი, გვესაჭიროება შესაბამისობები, რომელიც უფრო მდიდარი არის თავისი არსით, რომელსაც გააჩნია უფრო აბსტრაქტული შესაბამისობა, მაგალითად, იგივე წინადადების მაგალითზე რო ავიღოთ, სიტყვასა და სიტყვას შორის, ხო? აქვს გარკვეული ინფორმაცია თუ დაუშვათ რომელ პოზიციაზე იმყოფება ესა თუ ის ტოკენი წინადადებაში, რა ურთიერთკავშირში იმყოფება სხვა ტოკენებთან და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ მოდელმა უნდა იცოდეს ასევე პოზიციური ინფორმაცია. და შემდეგ ესეთი უფრო შედარებით მარტივი საკითხი რაც იყო და ჩვენი საწყისი უпростоრად სტატიის არქიტექტურის დიაგრამას რო შევხედოთ, აი ეს ორი ნაწილი არის და ეს აღნიშნვა, ესე იგი, რას გულისხმობს თურმე, როგორც ვისწავლე მოგვიანებით, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ კიდე გაგვაჩნია აი ამ ტოკენების ემბედინგების გარდა რაღაცა სხვანაირი ემბედინგები და აი ამ სხვანაირი ემბედინგებისა და input ემბედინგების შეკრებით ვღებულობთ უკვე გამდიდრებულ ვექტორულ წარმოდგენას, რომელიც გარდა
აი ამ საწყისი მდგომარეობისა, ასევე შეიცავს პოზიციის ინფორმაციას ამა თუ იმ ვექტორზე, აი იმ მიმდევრობაში, ხო, რასაც ქვია წინადადება, ჩვენ რასაც ვეძახით წინადადებას. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ესე იგი გავიგე, რომ მოდელს გააჩნია, ესე იგი, იგივე განზომილების, 512-იანი განზომილების positional embedding-ები, კონკრეტულად მაგ მოდელის შემთხვევაში, რაც სტატიაში არის აღწერილი, ეს პოზიციური embedding-ები, ანუ არასწავლადი არის, სტატიკური არის, ანუ ერთხელ არის გენერირებული სინუსოიდები, ასე ვთქვათ, და ნებისმიერი ინპუტისთვის, რომელიც ასე ვთქვათ, შედის აი ამ მოდელში წვრთნისა თუ ინფერენსისთვის, სტატიკურად გამოიყენება ეს ისენი, რა ქვია, პოზიციური embedding-ები, ხო? და შესაბამისად, როდესაც ამ ინპუტების ტოკენიზაცია მოხდება, ანუ ამ ტოკენების შესაბამისი, ასე ვთქვათ, input embedding-ების აღება მოხდება, ზუსტად იმ პოზიციებზე, რა პოზიციებზეც იმყოფება აი ეს კონკრეტული embedding-ები, დაემატება შესაბამისი პოზიციური embedding-ები, რათა გავამდიდროთ, ხო, ეს ინფორმაცია უკვე პოზიციური ინფორმაციით. და მაგალითად, რატო არის ეს პოზიცია ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ხო? ეხლა ამ ორ წინადადებას რო შევხედოთ, ხო, tokenizes corpus of text, ან the text was scraped from the web, ხო? ანუ ორი ტოკენი გვხვდება, ზუსტად ერთი და იგივე ტექსტი არის, ხო? ამ შემთხვევაში, რასაც პოზიციურ embedding-ებზე ვლაპარაკობთ, პირველ შემთხვევაში, ანუ 1, 2, 3, 4, 5, 6, მეექვსე პოზიცია დაემატება ამ ტოკენის შესაბამის embeddings, ამ შემთხვევაში დაემატება მეორე პოზიციის შესაბამისი პოზიციური embedding-ი და რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ არც ერთ შემთხვევაში თუ ტექსტი სხვა პოზიციაზე გვხვდება, ანუ ერთი და იგივე პოზიციის ინფორმაცია არ აქვს და ეს დინამიური არის და ცვლადი არის, წვრთნისთვის შემავალ მონაცემების შემთხვევაში თუ ინფერენციის შემავალ მონაცემებში. თუმცა საგულისხმო არის, რომ ამ მექანიზმით ვახერხებთ იმას, რომ აი ეს ყოველი ტოკენის შესაბამის input embedding-ი გამდიდრებული არის პოზიციური ინფორმაციით, ხო? რაც შემდგომ უკვე წვრთნის პროცესში მოდელს საშუალებას აძლევს, რომ ისწავლოს არა მხოლოდ სიტყვის, ანუ ეს რიცხვითი ან ვექტორული აბსტრაქტული წარმოდგენა, არა მხოლოდ ეგ, არამედ გაამდიდროს ეს ვექტორი იმ ინფორმაციით, თუ იმ კონკრეტულ ნიმუშში ესა თუ ის embedding-ი რა პოზიციაში იმყოფებოდა, ხო? მაგიტომ არის მაგალითად იგივე აი ამ მოდელებს რო ველაპარაკებით, რომ ანუ ძალიან გამართული ენით ლაპარაკობს, ხო? ან თუნდაც მაგალითად კლოდს რო რაღაცა ინგლისურად უთხრა და ქართულად გააგრძელებინო, ანუ რაღაც ისე გადადის, ხო, ბუნებრივად გადადის და აშკარად ხვდები, რომ რაღაც ანუ ის კი არ არის, რომ სიტყვით შესაბამისობები აქვს ნასწავლი, ხო, რაღაცა უფრო კომპლექსური ურთიერთკავშირები აქვს ნასწავლი აი ამ მონაცემებს შორის. კი ბატონო, ანუ ამაზე მე დროს აღარ დავხარჯავთ და ეხლა ნუ ძირითადი ნაწილი რაც არის თვითონ მოდელის არქიტექტურაში. ოკეი. ესე იგი ეს input-ის ნაწილი გავიარეთ და შემდეგ თვითონ რაც ისეთი საგულისხმო ფუნდამენტური ნაწილი არის ამ არქიტექტურაში, ეს არის ერთი ცალი კონკრეტული attention-ის ბლოკი. Attention-ი ანუ ზუსტად ქართულად არ ვიცი როგორ უნდა ითარგმნოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ უფრო ყურადღების მიქცევას ნიშნავს, ყურადღებას, რასაც მოგვიანებით ვნახავთ, ანუ ამ სხვადასხვა ტოკენებს შორის, ასე ვთქვათ, ურთიერთყურადღების დამყარება როგორ ხდება, ხო? მაგრამ, ნუ, ყურადღება არის დაახლოებით მეტნაკლებად. და რას ნიშნავს ეხა ეს მთლიანად ეს ბლოკი რას ნიშნავს? ანუ გვერდზე მიწერილი აქვს, ესე იგი არქიტექტურაში, რომ ეს არის NX-ი, ხო? ეს ცვალებადი არის ეს n-ი თავისთავად ცხადია, ანუ სტატიის ფარგლებში n-ი 6-ით არის განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიყოლებით აი 6 ცალი ესეთი attention-ის ბლოკი არის გამოყენებული
კონკრეტულ მასში, რა ქვია, მოდელში, ხო? თუმცა ეს შეიძლება იყოს გაცილებით დიდი, შეიძლება 64 იყოს, შეიძლება 32 იყოს, შეიძლება 28 იყოს, არანაირი, ანუ ისეთი არსებითი შეზღუდვა არ გაგვაჩნია ტექნიკური თვალსაზრისით, გარდა პრაგმატული თვალსაზრისისა, რომ სიტყვაზე შეიძლება მოდელს რაღაცა რაოდენობაზე მეტი ეს attention ბლოკი არ ესაჭიროებოდეს, ხო? ეს არის ერთი ნაწილი. მას შიგნით რომ შევიხედოთ, აი აქ ხდება მნიშვნელოვანი რაღაცეები და ძალიან საგულისხმო დროის დახარჯვა მომიწია იმაზე, რომ წესიერად გამეაზრებინა ეს ისრები რატო არის, ეს სამი ის არის, ეს რატო არის, ესე იგი გვერდს რატო უვლის ეს ის არის, შემდეგ აქ რა ხდება, ანუ რატო არის ისევ ესეთი გვერდის შემოვლითი ის არის და ნუ სტატიაში წერია რომ ეს არის residual connections და ანუ residual ესე რომ თარგმნო პირდაპირ ნარჩენს ნიშნავს, მაგრამ თლათ ნარჩენი გაუგებარია რა არის და მაგასაც მოგვიანებით მივხვდი და მაგასაც მაგამდეც მივალთ ნელა-ნელა, ხო? და შესაბამისად დაიწყო ესე იგი ჩემი კვლევა უკვე აი ამ ნაწილისა, ხო, ინპუტის მერე რა ხდება. და ხო, დავამატებ, რომ ეს ნაწილიც, ანუ ფიზიკური ნაწილი არის, ანუ მოდელის მეხსიერება მოდელის ფიზიკური მეხსიერების ნაწილი არის. შესაბამისად, ანუ როდესაც ვლაპარაკობთ ამ ბლოკზე, ეს ბლოკი ვირტუალური არ არის, ანუ ფიზიკური ბლოკია, ანუ გაწვრთნადი კომპონენტებისგან შედგება საბოლოო ჯამში, რომელიც მყარ მეხსიერებაში ინახება აი ამ მოდელის შიგნით, ხო? კარგი. პირველი, ესე იგი, იმ დიაგრამის, ანუ ესე ვთქვათ, პირველი ბლოკი რა გვაქვს და ეს არის multi-head attention-ი, რაც ითარგმნება მრავალთავიანი ყურადღება ქართულად და ცოტა ესე კომიკურად ჟღერს რა, მაგრამ დაახლოებით მაინც ეგ არის საბოლოო ჯამში. და რას ნიშნავს ეს, რომ ეს ბლოკი რეალურად შედგება ამ შემთხვევაში 8 ცალი ვირტუალური ბლოკიდან და თითოეულ აი ამ ბლოკს ქვია attention head-ი, ხო? შესაბამისად, ანუ სტატია განსაზღვრავს, რომ იმ კონკრეტულ მოდელის ვერსიაში, ანუ SH-ი, ანუ head-ების რაოდენობა განისაზღვრება 8-ით, რაც ნიშნავს ეს ჩვენი multi-head attention-ი დაყოფილია აი ამ 8 ვირტუალურ ნაწილად. ოკეი, რატო არის ეხა დაყოფილი ეს, ესეც მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი არის, იყო ჩემთვის და ნუ განმარტებული არის შემდეგ, რომ ანუ ეს multi-head QKV არის კონკატენაცია აი ამ head-ებისა. და გარდა მაგისა, ანუ ეს სამი ის არის აქ ესეთი საგულისხმო, ხო? ანუ რო გავაგრძელოთ, ესე იგი, რას ვხედავთ, აქ გარდა აი ამ ცენტრალური ესე იგი ფორმულისა თუ ფუნქციისა, ასე ვთქვათ, გვაქვს კიდე head-ი, თითოეული ეს თავი განმარტებული, რომელიც ასევე აი ამ რაღაცეებისგან შედგება, ხო? და ანუ აქ დაიწყო ხა ჩემი რეალური ჭიდილი, იმიტომ რომ მაინცა და მაინც ესე რო ვთქვათ, რომ მათემატიკასთან მეგობრობ და 90-იან წლებში უმაღლეს მათემატიკას კარგად ვსწავლობდი, როცა ამ მატრიცებს და რაღაცებს მასწავლე, ნამდვილად არ არის ესე. პრაქტიკული software engineering-იც მაინცა და მაინც არ გიბიძგებს მსგავსი რაღაც საკითხების ასე ვთქვათ, შესწავლისკენ თუ მაინცა და მაინც არ გაგიმართლა ისე, რომ სწავლობდი ამას უნივერსიტეტში და ჩემგან განსხვავებით კარგი მოსწავლე იყავი. და შესაბამისად, ნუ აღმოჩნდი აი ამ აბსტრაქტულ სამყაროში, სადაც არაფერი არ მესმის, ობიექტურად არაფერი, აი რას ნიშნავს ეხა ეს რა არის, ანუ რატო, ანუ ნამდვილად არაფერი არ მესმის. და დავიწყე ხა ამაში ჩაძიება, ხო? ოკეი. პირველ რიგში აღმოვაჩინე ესეთი რაღაცა, რომ აი ამ ჩვენ ერთ attention blocks თან ახლავს სამი წონის მატრიცა weight matrices, ხო? ანუ სამი ცალი წონის მატრიცა გვაქვს, რომელიც ასევე ფიზიკური მეხსიერება, ჩვეულებრივი D-model განზომილებისაა ეს მატრიცები, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ 512-512-ზე არის სამივე მატრიცა და ატარებს სხვადასხვა დანიშნულებას. კი ბატონო. ეხლა რაში გამოიყენება ეს მატრიცები და რა კონკრეტულად რა დატვირთვა გააჩნია, ასე ვთქვათ, ხო? ნუ პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანი არის, რომ ეს W-ს აქ რასაც ვხედავთ, ანუ ეს weight-ებია, რაც არის სწავლადი პარამეტრები არის და ძალიან მნიშვნელოვანია მოდელის საბოლოო მუშაობის ხარისხზე, ანუ ძალიან პირდაპირი გავლენა გააჩნია. მაგრამ
ვაგრძელებთ ესე იგი ამ ჩვენს სტატიასთან ურთიერთქმედებას და ცოტა წინსვლა გაგვაჩნია, ხო? ჩვენი ინპუტი აი ამ წინადადებისთვის იყო ესე იგი ამ ემბედინგების მატრიცა, ანუ ამ მატრიცაში თითოეული სტრიქონი თითო ემბედინგია და ესე იგი აღნიშნავთ x-ით ამ შემთხვევაში, ხო? აღნიშნავთ x-ით და აჰა, ესე იგი უკვე სტატიის მიხედვით თუ ვიხემძვანელებთ, შეგვიძლია გამოვთვალოთ ეს q, k და v მატრიცები ამ x-ის რაღაცასთან ნამრავლით, ხო? ამ x-ის რაღაცასთან ნამრავლით. ესე იგი რა არის პირველ რიგში ეს q, k და v, ხო? ანუ ეს არის query key და value მატრიცები, რომელიც რაღაცისთვის გამოიყენება. ხო, რა რისთვის გამოიყენება, ცოტა ისეთი არის. ბუნდოვანი არის თავიდან, თუმცა ინტუიციის აგება შეიძლება. და ნუ ესე იგი წითელს რასაც ვხედავთ აქ, ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ეს მატრიცები, როგორც წინა სლაიდზე ვთქვით, ანუ ყველა ამ attention heads თან ახლავს, ფიზიკურად განსაზღვრული არის ამ attention head-ისთვის და როდესაც მოდელს მეხსიერებაში ვტვირთავთ, რა თქმა უნდა, მეხსიერებაში გვაქვს, შესაბამისად რაღაც გარკვეული ნაკლები კითხვის ნიშანია თუ როგორ გამოითვლება ეს q, k და v. და აი ამ multi-head-ის ფორმულას რო შევხედავთ, აჰა, ამ ფუნქციის პარამეტრები იყო, ესე იგი, ეს სამიცალი მატრიცა და ამ სამიცალი მატრიცის გამოთვლა და მოპოვება ვისწავლეთ, ხო? კარგი. და შევხედოთ, ესე იგი, კონკრეტული head-ი აი ამ ერთცალ attention block-ში რითი განისაზღვრება, ესე იგი, აი ამ წყვილების, ამ მატრიცების წყვილების ნამრავლით და კითხვის ნიშანი გვაქვს ეხლა, რომ რა არის წყარო WQI, WKI და WVI მატრიცებისა, ხო? ანუ არაგვერიოს, ანუ ერთი და იგივე არ არის, ეს არის, ასე ვთქვათ, გლობალური მატრიცები, აი ეს WQ, WK და ასე შემდეგ, ერთი ცალი multi-head ბლოკის ფარგლებში და შემდგომ უცბად გვაქვს აი ეს იური მატრიცები, რომელიც ანუ WQ, WK არის, მაგრამ რაღაცა იურია, რომელიც უნდა მიანიშნებდეს, რომ ერთი კონკრეტული head-ისთვის არის, ხო? ისევ რომ გადავხედოთ, ესე იგი, რისგან შედგება ეს ყველაფერი, ესეთი რაღაცა გვაქვს, ესე იგი, რომ ვირტუალური, ესე იგი, head-ები გვაქვს, ვირტუალური დაყოფა გვაქვს აი ეს მთლიანი attention head-ისა და ყველა აი ამ იმას, რა ქვია, heads გააჩნია, ასე ვთქვათ, თავისი ეს მატრიცები, რომელიც განზომილებაც განსხვავდება, ხო? მისი განზომილებაა D მოდელი, ანუ 512 DK-ზე და ეს DK სტატიის მიხედვით განისაზღვრება, რომ ეს არის D მოდელი გაყოფილი head-ების რაოდენობაზე. აჰა, ეს უკვე საინტერესო არის, ხო? ანუ რაღაცა გლობალური ერთგვაროვანი ჰომოგენური ფორმის მატრიცებიდან გადავდივართ უფრო დაბალი რანგის მატრიცებზე და რატომღაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ნუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ესეთი რაღაცა, რომ ეს დაყოფა თავისთავად ცხადია ვირტუალურია, როგორც თქვი, ესე იგი, ეს ყველაფერი არის ერთი დიდი მატრიცა, თუმცა მან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ამ მატრიცის ფრაგმენტებზე ხდება ოპერირება და საინტერესო და საგულისხმო რაც არის ამ დეტალში არის ის, რომ ესე იგი, როდესაც გვაქვს ერთი დიდი 512 განზომილებიანი ემბედინგი, როდესაც შედის აი ამ multi-head attention-ის შიგნით, ანუ არ ხდება მთლიანი აი ამ ემბედინგზე კონცენტრაცია, ხო? ნაცვლად მაგისა ხდება ამ ემბედინგის აი ამ 8 ნაწილად დაყოფა და რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ ეს მოდელი კონცენტრირდება იმ კონკრეტული ემბედინგის სხვა ემბედინგებთან შესაბამისობების მრავალ ასპექტზე, ხო? მაგალითად, ეხლა ნებისმიერი ბანალური სიტყვა რო ავიღოთ წინადადებაში, უცნაურ კავშირში შეიძლება იმყოფებოდეს დაუშვათ სხვა ნებისმიერ სიტყვასთან აი ამ იმაში, რა ქვია, წინადადებაში, ხო? აი ძალიან კარგი მაგალითია, მაგალითად ერთი და იგივე სიტყვები როგორ იცვლის ან დატვირთვას, ან დანიშნულებას გამომდინარე იქიდან წინადადებაში სად არის განლაგებული, ან მაგალითად
დარგობრივი ტერმინოლოგიასთან ერთად როდესაც არის გამოყენებული, ხო? შესაბამისად, ანუ ერთ embedding-ს შეიძლება უამრავი ასპექტი გააჩნდეს და სწორედ აი ამის გამო ხდება აი ამ h რაოდენობად დაყოფა ამ ყველაფრის, რომ იმ embedding-ების ფარგლებში სხვადასხვა ასპექტებზე მოხდეს კონცენტრირება და სხვადასხვა ასპექტების შესწავლა. და საბოლოო ჯამში, როდესაც ესე ვთქვათ, აქედან გამოვდივართ, ეს ყველაფერი ანუ კონკატენირდება, ანუ გადაებმება ერთმანეთს და გვაქვს კიდე ერთი დიდი W O-არი თუ 0 ეს არ გამირკვევია, ჯერ მაგდენი არ მისწავლია, ის რა ქვია, მატრიცა არის, რომელზეც ეს ყველაფერი მრავლდება, იმიტომ რომ ამ მატრიცით მრავლდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცალ-ცალკე head-ში რიცხვითი მნიშვნელობები როგორც დგება აი ამ იმაში, რა ქვია, საბოლოო შედეგებში, ანუ საბოლოო საჭიროებს ნორმალიზაციას და ყველაზე ისეთი ინტუიტიური მაგალითი რაც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სხვა განზომილების მატრიცები არის, წარმოიდგინეთ, რომ სხვა კოორდინატთა სიბრტყეშია და ამის მეშვეობით, ანუ გაერთგვაროვნება ხდება აი ამ მატრიცებისა, რომ რიცხვითი ასე ვთქვათ, ბალანსი დადგეს, ხო, საბოლოო ჯამში. თუმცა მაინც არ არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ანუ ვთქვათ, რომ აჰა, multi-head-ი გავიგე, კი, ტექნიკური თვალსაზრისით გასაგებია, რომ რაღაცა რაოდენობის მატრიცები გაგვაჩნია, ეს ფორმულები ახსნადია, გაგებადია, რაღაცა ისეთ კოლოსალურ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა რა, რისთვის, ხო, რატო? ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, შემდეგი სლაიდები უსირცხვილოდ მივითვისე 3 blue 1 brown არის ესეთი ძალიან მაგარი YouTube ჩანელი და იმის ვიდეოდან, იმიტომ რომ ჩემის აზრით ყველაზე ისეთი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მისაღები ინტუიციით ქონდა ახსნილი რაღაცეები და შედარებით უფრო ისე მომხვდა, თუმცა სლაიდები ჩემი თავაწყე მთლიანად იმითი არის გაკეთებული ლატექსით. კაი. და ნუ რა ხდება ახლა, ხო? ნებისმიერი ერთი მაგალითი რო ავიღოთ, a fluffy blue creature roamed the verdant forest. ხო, ნუ რაღაცა ისა რა ქვია, არსებაზე არის ლაპარაკი, რომელიც არის ლურჯი და ფუმფულა, ხო? ესე იგი ეს attention-ზე როდესაც ლაპარაკობთ, ხო, ეს ანუ მარტო იმ მატრიცების ერთმანეთზე მრავლება თავისწილ ესე არაფრის მთქმელი არ არის, ხო? შესაბამისად მას რაღაცა დანიშნულება უნდა გააჩნდეს, რაღაცა ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს, რომელიც უნდა შევიმეცნოთ, ხო? ნუ პირველ რიგში რა ხდება სინამდვილეში, რა პროცესი გვაქვს? ყოველი აი ესეთი წინადადებისთვის, რომელიც უკვე ტოკენიზებულია, ასე ვთქვათ, გაგვაჩნია embedding-ები, ანუ ეს თავზე ქუდი რო აქვს, ის არის რო აქვს, ანუ მიმართული embedding-ებია, ასე ვთქვათ. და რას ვაკეთებთ, როგორც წელა ვთქვით, ვამრავლებთ აი ამ WQ-ზე და უნდა გამოვთვალოთ რაღაცა Q მატრიცა, რომელიც არის query ან კითხვა, ხო? მოდი ესე ვთქვათ. და ანალოგიურად შესაბამისად, უკვე ვერტიკალურ მხარეზე იგივე embedding-ს ვამრავლებთ აი ამ WK მატრიცაზე, რათა გამოვთვალოთ რაღაცა, ხო, ასე ვთქვათ, რა. და ეს რაღაცა რა შეიძლება ესე იყოს და ესეთი ბავშვური მაგალითია გამოყენებული ძალიან მაგარი, რო ავიღოთ ერთი კონკრეტული ესე ვთქვათ embedding-ი და ესეთ კითხვას სვავს ეს, ხო, რომ ანუ რაიმე Z-სართავი ხო არ არის, Z-სართავის სახელი ხო არ არის ჩემს წინ. თავისთავად ცხადია მოდელი ამას ესე პირდაპირი ფორმით არ კითხულობს, უბრალოდ აქ კანონზომიერებითი საკითხი არის, რიცხვითი საკითხია, რომ როგორ დაჯდება აი ეს ისა რა ქვია, კანონზომიერებები, ხო და რა რიცხვით წარმოდგენებს მივიღებთ და აქედან ამ ვერტიკალური მხარიდან ვიღაცები პასუხობენ, რომ კი, აგერ ვარ Z-სართავის სახელი და მეც Z-სართავის სახელი ვარ, მაგრამ მოდელმა რეალურად არაფერი არ იცის არც Z-სართავის შესახებ, არც არსებითი სახელის შესახებ, არც სხვა რომელიმე მეტყოლების ნაწილის შესახებ და მთლიანად არის ციფრები, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ეს არის მეტაფორული მაგალითი არის, რომ ანუ ჩვენთვის უფრო ასე ვთქვათ, შეცნობადი იყოს. სინამდვილეში ესეთი მტკნარი მათემატიკური ოპერაციები მიმდინარეობს, სადაც ანუ უკვე გამოთვლილი ეს Q მატრიცა და Q და query
მატრიცები მრავლდება ერთმანეთზე, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ საინტერესო ის არის, ხო, ანუ ოპერატორს მიაქციათ ყურადღება, ეს არის სკალარული ნამრავლი და წეღან ვექტორებზე რო ვლაპარაკობდი, რომ მსგავსება ამ ვექტორებს შორის, ანუ ეს სკალარული ვექტორული ან მატრიცული ნამრავლი ზუსტად იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მსგავსება გამოუთვალოთ სხვა ვექტორებსა ან მატრიცებს შორის, ხო? და საბოლოო мотиваცია, ანუ აი ამ კალკულაციის არის ის, რომ სხვადასხვა სიდიდის რიცხვები უნდა დაგვიჯდეს. სხვადასხვა სიდიდის რიცხვები უნდა დაგვიჯდეს აი ამ ტოკენთა თანაკვეთებზე, ემბედინგების თანაკვეთებზე უფრო სწორი იქნება და შესაბამისად, ხო, ანუ სადაც უფრო დიდი თანაკვეთები გვექნება, ანუ ამით განისაზღვრება აი ამ კითხვაზე query-ის მეშვეობით, ხო, რომ ანუ z-ს თავის სახელი ხო არ მიმიძღვის წინ, აი ამ რიცხვითი მნიშვნელობით ამ თანაკვეთაზე, აი ამ რიცხვითი მნიშვნელობების სიდიდით გინდება ეს, რომ აჰა, ესე იგი, ის კი არ არის, რომ მართლა z-ს თავის სახელი გვაინტერესებს, ეს მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ემბედინგი რატომღაც აი ამ ემბედინგებთან სუფთა რიცხვითი წარმოდგენის თვალსაზრისით რატომღაც ერთმანეთთან მნიშვნელოვან სიახლოვეში იმყოფება, ხო, რაღაცა გარკვეული ისეთი სპეციფიური წონა გააჩნია. და როდესაც თქვი, რომ რაღაცა ეს attention-ი ცოტა ვთქვათ ყურადღება თუ როგორ თარგმნო არ ვიცი თქო, ანუ რას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ითქმება, რომ ანუ ეს ემბედინგები ანუ E2 and E3 embeddings attend to creature, ხო? იბატონო. და ნუ რიცხვებითაც ვხედავთ ამას. საბოლოო ჯამში ვღებულობთ აი ესეთ რაღაცა შედეგს, სადაც ყველა თანაკვეთაზე რაღაცა რიცხვი გვაქვს, თუმცა ანუ ერთმანეთთან ახლო მდგომი ან ერთმანეთთან ურთიერთკავშირში მყოფი ემბედინგების თანაკვეთაზე გვაქვს უფრო დიდი, ასე ვთქვათ, რიცხვები, ხო? და შემდეგი რა არის ახლა? შემდეგი რა არის, რომ თითოეული აი ემბედინგის ვექტორისთვის რო ავიღოთ, ჩვენ გვესაჭიროება, რომ ეს გარდაუქმნათ რეალურად იმათ რა ქვია, ალბათობებად, ხო? ალბათობებად რო გარდაუქმნათ და ეს ალბათობა რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ რეალურად პროცენტულად შეგვეძლება ვთქვათ, რომ მაგალითად აი რომელიღაცა პოზიცია ამ პროცენტით იმყოფება შესაბამისობაში ამა თუ იმ პოზიციასთან, ხო? და საბოლოო ჯამში, ანუ ამ softmax ფუნქციის გამოყენებით, რას ვაკეთებთ, რომ ესე იგი ამ გამოთვლილი query მატრიცისა და k მატრიცის ტრანსპოზის ნამრავლით ვღებულობთ უკვე ალბათურ განაწილებას, ხო? ალბათურ დისტრიბუციას ვღებულობთ, საიდანაც მაგალითად პირდაპირ შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. კარგი ბატონო. და ხო, ამით მთავრდება ეს q და k ნაწილი აი ამ საწყისი attention ფუნქციისა. ხა რა ხდება ამის შემდეგ, ხო? ანუ value არ გამოგვიყენებია ჯერ და value-ს გამოთვლაც დაახლოებით მსგავსია, ანუ უკვე ვეყრდნობით აი ამ ჩვენს ალბათურ მატრიცას, რომელიც შეესაბამება ემბედინგებს, ვერტიკალურ მხარეში გვაქვს, ანუ ეს W ვიმატრიცები უკვე, რათა ეს მნიშვნელობები გამოვთვალოთ და ეხა ხდება საინტერესო, ხო? ესე იგი, ეს წინა QK ფაზაზე გამოთვლილი ესეთი ალბათური დისტრიბუცია არის, ასე ვთქვათ, ემბედინგებს შორის კავშირისა და რა ემატება, რა ხდება ამ შემთხვევაში, ანუ ეს ალბათობები მრავლდება უკვე ამ შემთხვევაში გამოთვლილ value მნიშვნელობებზე, იკრიბება საბოლოო ჯამში და აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა რა. ამ მათემატიკური ოპერაციით რეალურად ჩვენ ვღებულობთ არა ნარჩენს რეზიდუალზე რო ვთქვი წეღან, არამედ ვღებულობთ დელტას საწყის ემბედინგსა და გამოთვლილ უკვე აი ამ ახალ ემბედინგ შორის, რომელიც გამოთვალეთ query key და values მეშვეობით. და საბოლოო ჯამში რა არის ისევ რო შევხედოთ, ანუ საბოლოო ჯამში ეს არის ანუ საწყისი ემბედინგისა და აი ამ განსხვავების, ხო, ამ დელტა ემბედინგის შეკრება, რაც გვაძლევს იმ attention head-ის შემდგომ იმას, რა ქვია, რეზულტატს. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის აი ეს და სამწუხაროდ არა მაქვს მე მგონი ის კი მაქვს, აი აქ მაქვს, ნახეთ. აი ეს ის არის ზუსტად, აი ეს ის არის, რომელიც რას აღნიშნავს, შეხედეთ. ანუ ეს არის საწყისი შემავალი ემბედინგი, ხო? საწყისი შემავალი ემბედინგი, რომლითაც დაითვალა ეს Q, K და V
მატრიცები და ეს არის აი ეს residual connection-ი, რომელიც რეალურად ნიშნავს იმას და ეს eds მიაქცევით ყურადღება, შეკრება არის საწყისი embedding-ისა და ანუ აი ამ delta embedding-ებისა. რას ნიშნავს ახლა ეს და რატო არის მნიშვნელოვანი, ხო? მაგალითად ამის, ესეც ვისწავლე, რა თქმა უნდა და გავიგე. ამ არქიტექტურის მოდელების წინა მორბედ თაობებში, რომელიც იყო რეკურენტული თუ რეკურსიული ნეირონული ქსელები, იყო ესეთი პრობლემა, რომ მილევადი გრადიენტები ქვია, როდესაც მნიშვნელობები ამაში, რა ქვია, ვექტორებს მატრიცებში, ანუ მცირდებოდა იქამდე, რომ აი ძალიან უახლოვდებოდა ნულს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარკვეულ მნიშვნელოვან წონებს უსარგებლოს ხდიდა, ასე ვთქვათ, ეს ძალიან პატარა მნიშვნელობები, ხო? და შესაბამისად, ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც ეს კავშირი გვაქვს, ანუ ჩვენ, საწყის წარმოდგენას, საწყის რიცხვით წარმოდგენას, ანუ ემბედინგების შესახებ არ ვკარგავთ და თუნდაც აი ამ დელტა ემბედინგებში, ანუ უამრავი მნიშვნელობა განულდეს, აკომპენსირებს აი ეს საწყისი მნიშვნელობები და რეალურად რაც მართლა მოდელმა შეძლო რომ ესწავლა იმ გამოთვლაში, ასე ვთქვათ, ემატება მხოლოდ აი ეს დელტა. თუ მაგალითად რომელიმე ეს დელტა ემბედინგები განულებულია სიტყვაზე, ანუ ინფორმაციის დანაკარგი არა გვაქვს, შესაბამისად, არც ეს მილევადი გრადიენტების პრობლემა არ გაგვაჩნია და ამითი, კონკრეტულად ეს ტრანსფორმერი მოდელი ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა აღმოჩნდა აი ამ დამაკავშირებელი ხაზის გამო, ხო? კი ბატონო. და ისეთი საილუსტრაციო მაგალითი კიდე იგივე ფუმფულა ლურჯ არსებაზე, ერთმანეთის მიმართ დათვლილი აი ეს ისენი რომ ნახოთ კავშირები და ამათი გრაფიკული წარმოდგენა რომ გავაკეთოთ, აღმოვაჩენთ რა მატრიცებიდან ისედაც თვალსაჩინო იყო, რომ აი ამ ორ embeddings რაღაცა შესაბამისობა ქონდა აი ამ embedding-თან და საბოლოო ჯამში ეს შეგვიძლია ესე გავიაზროთ, როგორც გამდიდრებული embedding-ი, ნახეთ როგორი რაღაცაა ეს E', E' არის ისეთი embedding-ი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აი ამ სამი ტოკენის შესახებ და ვღებულობთ რაღაც ახალის რიცხვით წარმოდგენას, ხო? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც სიტყვასიტყვით ამას ნიშნავს. უბრალოდ ციფრულად არის აი ამ ინფორმაციის მატარებელი ეს embedding-ი, რომ კოეფიციენტები რაც ჯდება აი ამ გამოთვლაში, მათი შეკრება გვაძლევს რაღაცა ისეთ რიცხვის წარმოდგენას, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ სიტყვაზე, რომ აი ეს embedding-ი ატარებს ამ და ამ ინფორმაციას. თუმცა ეს კიდევ გავიმეორებ, embedding-ში ცხადად არ წერია, ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ სინამდვილეში, ამ ტოკენების შესაბამის embedding-ებს თუ ამოვიღებთ და პროექცირებას გავაკეთებთ მცირე განზომილებიან სიბრტყეზე და ერთმანეთის სიახლოვეს აღმოჩნდება უმეტეს შემთხვევაში მასია. შემდეგი position wise feed forward networks. ხო, ესეც პოზიციური ნეირონული ქსელი არის და ყოველთვის მეზიზღებოდა ნეირონული ქსელები აი ამ ფორმით რო იყო წარმოდგენილი და არასოდეს არ მესმოდა და მაგიტო არ ვსწავლობდი არასოდეს და გული არ მიწევდა, თუმცა მაინც მომიწია, ხო? ესე იგი, ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, მორჩით, ნორმალიზაცია გამომჩნდა მართალია, მაგრამ აპატიეთ, შეკრება იყო და ეს მნიშვნელოვანი ხაზი იყო და საბოლოო ჯამში რასაც ვიღებთ, იგივე ერთი attention ბლოკის ფარგლებში ასე ვთქვათ, შედის შემდგომ feed forward იმაში, რა ქვია, ქსელში, რომელიც არის ჩვეულებრივი ნეირონული ქსელი, ხო? აქაც მიაქციეთ მნიშვნელობა, ყურადღება რა მნიშვნელოვანი არის, თვითონ ეს შემოვლითი ხაზი აქაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილშიც, ამ შრეშიც დაცული ვართ აი ამ ინფორმაციული დანაკარგიდან და მოდელს რეალურად არ უკარგავთ შესაძლებლობას, რომ რაღაცა ისწავლოს. თუმცა აქ უფრო საინტერესო რაღაცეებიც იქნება, ხო? ესე იგი, საილუსტრაციოდ მოდელის განზომილება დავაპატარავი, 3-ზე ჩამოვწიე, რომ ერთ სლაიდზე დატეულიყო და 512-ის ნაცვლად ეხა მოდელის განზომილება განსაზღვრე როგორც 3. სტატიის მიხედვით, ესე იგი, ამ feed forward network-ის განზომილება არის, ესე იგი, ეს D მოდელი გამრავლებული 4-ზე, რაც 12-ია და თვალსაჩინოდ ხედავთ, ხო, აქ რომ ესე იგი, ეს არის 3. ეს არის უკვე DFF-ი, ეს დამალული
ფარული შრე თუ და hidden layer-ი არის, მოკლედ ქართულად ვერ ვამბობ ზუსტად როგორ ქვია და ეს არის გამომავალი შრე, ხო? ნუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რას ნიშნავს ახლა რომ ეს სინამდვილეში ამ შემთხვევაში ხო ეს არის ესე იგი წიბოები რომელიც არის წონები აი ამ შრეებს შორის ხო და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის მატრიცა ოკეი და აქ რა მინდა რისი თქმა მინდოდა ხო და მნიშვნელოვანი რა არის პატარა მაგალითი ესე იგი ამ შრისთვისაც რომ საილუსტრაციოდ გქონდეს თუ ავიღებთ აი ამ წინადადებას რომლის ემბედინგებიც არის შემდეგი, ანუ შევა ეს ჩვენი ემბედინგების მატრიცა, ასე ვთქვათ, ამ ნეირონულ ქსელში და გამოვა უკვე სახეცვლილი ფორმით თუ შევა x-ი, გამოვა x პრიმი. ნუ ეს სულთა საილუსტრაციოდ. თუმცა, ეხლა შევხედოთ აი ამ ძირითად იმას, რა ქვია, ფორმულას და დავშალოთ ეს ნაწილებად და აქაც მივხვდეთ, რომ ტექნიკური არსებითი სირთულე არ არის, ხო? თუმცა კითხვა რატომ, რაში გვჭირდება ეს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ცოტა ხანში შევეხებით, ხო? ანუ ამ ნაწილზე გვაქვს ახლა ლაპარაკი x-ი გამრავლებული w1 + b1, ხო, ანუ ესე იგი, სად იყო ეს ჩვენი w1? w1 იყო ეს მატრიცა, რომელიც ეს წიბოები არის სინამდვილეში და w2-ზე აღარ გადმოვახვე უკავე ამ წიბოების მატრიცაა. და ნუ აქაც რაღაცა ჩაულებრივ მატრიცული ნამრავლი გვაქვს, რომელსაც ვღებულობთ შედეგს, რომელსაც უმატებთ ბაიას, რომელიც ანუ მიუკერძოებლობის ის არის, რა ქვია, სწავლადი პარამეტრები, ეს მიუკერძოებლობა რას ნიშნავს, რომ მოდელმა რაღაცა კონკრეტული ცალმხრივი დასკვნების გაკეთება არ ისწავლოს, ხო? რადგან ესეც სწავლადია და ცვალებადი რიცხვებისგან შედგება, ამათი შედეგი რაც არ უნდა იყოს, ანუ ამის დამატება წაძვრას აკეთებს ისე, რომ რაღაცა კონკრეტულ ერთ მიმართულებაზე არ იყოს, ასე ვთქვათ, ეს მოდელი ჩაციკლული, ხო? და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგი არის z-ი და შესაბამისად ეს გამოსახულება შეგვიძლია ჩავანაცვლოთ z-ით და ეს გამოსახულება მთლიანი გამოსახულება გვიმარტივდება. შემდეგი ნაბიჯი და ეს z-ი უკვე გვაქვს და ეხლა ეს მაქსი არის საინტერესო, ხო? და ეხლა რა ხდება, ანუ ეს მაქსი რა ფუნქციაა და ეს 0 და z-ი რა არის? z-ი კი ვიცით რაც არის, ანუ ვექტორი იყო, რომელიც ჩვენ თვითონ გამოვითვალეთ, ეს 0 სინამდვილეში ნულოვან ვექტორს აღნიშნავს და მაქსი კი ვიცით რას აკეთებს, ხო? ანუ ამ ორ შორის მაქსიმუმებს აარჩევს. და ნუ პასუხი არის y, რომელშიც მიაქციეთ ყურადღება, ესე იგი, თუ უარყოფითი იყო რიცხვი, ყველაფერი განულებულია და დადებითი რიცხვები ყველაფერი ასე ვთქვათ, შენარჩუნებული. და კიდე შეგვიმცირდა ეს გამოსახულება, ეხა უკვე y-ით შეგვიძლია ჩავსვათ, თუმცა აქ გადახვევა უნდა გავაკეთო, რაც მნიშვნელოვანია, რომ რაში გვჭირდება ეს მაქსი, ხო? რაში გვჭირდება ეს მაქსი და რას ვაკეთებთ? ეხლა რის მიღწევას ვცდილობთ, მან რეალურად არის ის, რომ რეალურად მაგის პასუხი არის ის, რომ ჩვენ მაგ ეტაპზე უნდა შევქმნათ არაწრფივობა, ხო? რა არის ეხლა არაწრფივობა და რა არის წრფივობა? ჩვეულებრივ შემთხვევაში ნებისმიერი აი ეს ტრანსფორმაციებს, რასაც ვაკეთებდით აქამდე, ხო, ეს ვექტორის მატრიცაზე ნამრავლი იქნება თუ ვექტორის ვექტორზე ნამრავლი, ან შეკრება იქნება, ეს ყველაფერი არის წრფივი ტრანსფორმაციები, ხო? რას ნიშნავს, რომ წრფივ ფუნქციებზე არის დაფუძნებული და რაც არ უნდა გავაკეთოთ, წრფივი ფუნქციის შედეგი ყოველთვის არის წრფე, ხო? თუმცა, ანუ, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ ტექსტურ მოდელებზე იქნება თუ ზოგადად მრავალ მოდალურ მოდელებზე, სადაც სურათებიც გვაქვს, ვიდეოც გვაქვს, ანუ ბევრი უამრავი სახის მოდალობა გაგვაჩნია, თუმცა მარტო ტექსტი რო ავიღოთ, ანუ ტექსტში თავიდან რითიც დავიწყეთ, ეს ერთ-ერთზე შესაბამისობა და წრფივობა არ არსებობს, ხო? თვითონ ნებისმიერი, ანუ შემთხვევითი ტექსტი რო აიღოთ და იერარქიული დაყოფა რო გაუკეთოთ ამ ტექსტს, ანუ საკმაოდ უცნაურად კომპლექსური ურთიერთკავშირები იმყოფება, ხო? შესაბამისად, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება იყო ჩემთვის პირადად, რომ ჩვენ არ ვეძებთ წრფივობას, ჩვენ ვეძებთ აი ესეთ კომპლექსურ ლანდშაფტებს, ასე ვთქვათ, ხო? ეს პირობითი არის ლანდშაფტი, რა თქმა უნდა, ეს რიცხვითი წარმოდგენა, ჩვენ გვჭირდება ისეთი ფუნქცია, რადგან ეს მოდელის წვნა მთლიანად ფუნქციის აღმოჩენაა, რომელსაც აი ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც აკეთებს და ჩვენი, ანუ ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ აი ეს არაწრფივი ურთიერთკავშირები ვიპოვოთ, ხო? არა, ას ნიშნავს ახლა ეს
მარტივად. კონკრეტულად სტატიის ფარგლებში გამოიყენება არაწრფივი ფუნქცია და აი ამ ფერის კარგად არ ჩანს, ეს გამოყოფილი ფერია, ეს მუქი ხაზი რაც არის, რას ნიშნავს? წეღან რაც ვნახეთ ის იყო, რომ როდესაც აი ამ ვექტორებს შორის მაგს ვაკეთებთ, იმ შემთხვევაში თუ x-ის რომელიმე მნიშვნელობა, ხო? x-ი ჩვენი ვექტორი იყო. ისა რა ქვია, უარყოფითი იყო y-ის მნიშვნელობა ყოველთვის განულდა და შესაბამისად აი ამ ტეხილ ხაზს ვღებულობთ, რაც შეუძლებელია წრფივი ფუნქციის შემთხვევაში რომ მივიღოთ, ხო? და შესაბამისად რას ვიღებთ, რომ თუ წრფივი ფუნქციის შედეგი ყოველთვის არის წრფე, თუ მოდელს მხოლოდ წრფივ ტრანსფორმაციებს დავაყრდნობთ, ხო? ამ წრფივი ფუნქციების კომპოზიციად საბოლოო ჯამში მოგცემს წრფეს. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ შემოგვაქვს ეს არაწრფივი ელემენტი და რა გამოდის, რომ აი ეს რიცხვითი მნიშვნელობები გვეცვლება უკვე არაწრფივი მიმართულებით და ნახეთ რა ხდება თუ ეს არის ერთი ცალი კონკრეტული ისა რა ქვია მაქსი ასე ვთქვათ. მაგრამ თუ აი ამ ჩვენი მოდელის ფარგლებში ავიღებთ და ყველა შრეზე სადაც აი ეს ისა feed forward network-ი გვაქვს, სადაც ეს არაწრფივობა შემოგვაქვს. თუ დავამატებთ ამას ყველა საწვრთნელ მაგალითს, რითიც ამ მოდელს წვრთნით, ხო? შესაბამისად და გადავაბავთ აი ამ არაწრფივ შედეგებს ერთმანეთს, მივიღებთ ასეთი ტეხილი ხაზებით მიღებულ არაწრფივ ფუნქციას, ხო? და მნიშვნელოვანი ეს რითი არის, ხო? წინა სლაიდს რო დაუბრუნდე, აი ჯამური წვრთნის ფარგლებში აი ამ ტეხილი ხაზებით შეიძლება მივიღოთ აი ნებისმიერი აი ამ კომპლექსურობის ნებისმიერ კომპლექსურობას მივაღწიოთ, ასე ვთქვათ და მივიღოთ ფუნქცია, რომელიც აი ამ მრავალწახნაგოვან იმას რა ქვია, შესაბამისობებს სწავლობს აი ამ შემავალი მონაცემებიდან და რაც თავარი ამას ინახავს აი ამ შრეში და შემდგომ უკვე გამოყენებისას თავისთავად ცხადია შედეგობრივ განსხვავებას გვაძლევს. კარგი და ნუ ბოლო ნაწილი ამ FFN-ში რაც არის, ანუ ესეც ჩვეულებრივი ბანალური, ესე იგი ოპერაციებია ნამრავლი და შეკრება და საბოლოო ჯამში ღებულობთ, რომ კონკრეტული ერთი ემბედინგისთვის რაღაცა მნიშვნელობა დავითვალეთ, თუმცა აქ საგულისხმო არის ეს, რომ აი ეს უკვე ეს შედეგი არაწრფივია თავის შინაარსით, ხო? საბოლოო ჯამში ხა წეღანდელი ჩვენი მაგალითი რაც იყო, ხო, აი ეს წინადადება, რომელიც X მატრიცის სახით წარმოვადგინეთ, სათითაოდ მოხდება ამ ყოველი ვექტორისთვის, ასე ვთქვათ, ამ FFN-X-ის ფუნქციის გამოყენება x0, x1, x2, x3, თუმცა ეს ესე მიმდევრობით არ ხდება, თავისთავად ცხადია, GPU-ზე ეს პარალელურ რეჟიმში ხდება და საბოლოო ჯამში აი იმ შრიდან გამომავალი რეზულტატი, აი ამ feed forward შრიდან გამომავალი რეზულტატი არის ეს. და ნუ შემდეგი უკვე რა გვაქვს, რომ ანუ ნორმალიზაცია უნდა მოვახდინოთ, ესე იგი x-ი შეგახსენებთ, რომ შემავალი მატრიცა, ეს შემოვლითი ხაზი რას გვაძლევს, რომ ანუ ვინარჩუნებთ საწყის მდგომარეობას და ვამატებთ აი ამ ახალ მდგომარეობას, თუმცა ამ შემთხვევაში დელტა არა გვაქვს, ანუ ეს არის უკვე არაწრფივი რიცხვითი წარმოდგენა აი ამ შემავალი მატრიცისა, რომელიც ანუ უფრო გაცილებით რომელშიც უკვე ენკოდირებული არის გაცილებით მრავალფეროვანი ინფორმაცია თვითონ აი ამ შემავალი მონაცემების შესახებ და მაგალითად ეს შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული გრამატიკული კანონზომიერებები, ხო, ტექსტის შემთხვევაში, ან ეს შეიძლება იყოს მაგალითად იდიომატური გამოთქმების რაღაცა სპეციფიური кейსები, ან რაღაცა დარგობრივი ნიშური რაღაცა კანონზომიერებები, რომელიც მაგალითად მანამდე ანუ ამ multi-head attention ქვეშრეში მაინცა და მაინც შეცნობადი არისო. და რეალურად ამ შეკრებითა და ნორმალიზაციით ვამთავრებთ ამ ბლოკს. და ანუ რო შევაჯამოთ, ესე იგი, აქ რა გვაქვს, რომ ესე იგი დავიწყეთ ინფუტებით, რომელიც ანუ მოდელისგან განცალკევებული საკითხია და სპეციალურ ტოკენაიზერს საჭიროებს და ტოკენიზებას საჭიროებს, უკვე მოდელის ნაწილი გაგვაქვს ამ ტოკენების შესაბამისი ვექტორებია, რომელიც წარმოდგენილია მოდელში განსაზღვრული განზომილების პარამეტრის სახით 512 იყო ამ შემთხვევაში. ეს შეკრება ანუ არის რეალურად პოზიციური ემბედინგებისა და ინპუტ ემბედინგების
შეკრება იმისთვის, რომ ანუ ეს ემბედები გავაჯეროთ პოზიციური ინფორმაციით და შემდგომ განაჩენი რაც ვლაპარაკეთ, ესე იგი multi-headed attention-ი, რომელიც ფოკუსირდება ანუ აი ამ შემავალი ემბედების სხვადასხვა ასპექტების აღმოჩენაზე და შესწავლაზე. ეს შემოვლითი ხაზი, რომელიც რეალურად სტაბილიზაციას უწყობს ხელს და გვარიდებს თავიდან იმას, რომ ეს ინფორმაცია არ დავყარგოთ და საბოლოო ჯამში ეს feed forward network-ი ეს ნეირონული ქსელი, რომელიც ანუ განაპირობებს აი ამ არაწაფილობას მოდელის საერთო შედეგში. დიაგრამის მეორე ნაწილი სხვა დროს.